Amadi შენ თმა დაგვარცხნოდე. Წამ. თმა დავივაცხნოთ და მე ვიდეო ჩავთოთ, გადავიღოთ, ამით ჩამირთავსე. მოგესალმებით ძირფასებო, როგორ ახართ? როგორ გიგითხოთ? წამდა დე. გიგინა გავიკეთოთ. გიგინა. მე ციყვასი წავიყვანოთ საჭმელი შეჭამოთ და ბავშვი. ჩუსტები ამინდო. კაი და ისე იარე. მოკლედ. წლის მოახერხე მოსვლა. აუგუსტში რამდენჯერაც მოვინდომე ვერ მოვედი. იმიტომ რომ ჩემი ტელეფონი ერთი როა უნდა მონაცვლეობით. მერე ერთი დარეკავს, მეორე დარეკავს, მესამე მე აი არ ვერანაირად ვერ მოვახერხე რომ ვიდეო ჩამერთო და მოვსულიყავი ვერანაირად. აცებული ვარ ხალხო. ესე იგი მუხრანი ჩგავში წავიდა. გისაშინლად ვართ, მაგრამ ადას გარდა გოდესაც არა უშავს, მაგრამ გეგას ჯერჯერობით ძინავს. ჩემნაირად არის ზუსტად. რო არ ვიქერდი, იმდენად ცუდად არ ვარ, მაგრამ Ham me lo va a ir al Chinese piano. Uy, falta chalo que de falta chalo que de რა არა მაგ ბასანოჩკებმა გამიფუჭა ის გადასაფარებლები გაიხადე მაგი ჰაი დაიცათ აბადა რანაირად აჩვენებს ღმერთო ასე უკეთ Yes, Nicole, you have successfully beat your opponent in the mile, which means that you got an A++. ის სინათლე რო გასაკეთ If I hear one more word from you, you're getting expelled. აი ესეთ გონი ხამე უფრო უკეთ გამოჩნდებოდა რამდენი ხანია ვიდეოს საღებავი და ვერ მივედი რომ შევიღება ეს აეროზოლია ესეთ ეს მუხასაქსია ხო და ვერ მივედი რომ თმა შევიღებ ხელში შემჩა ჯანდაბა დავამე ერთი თავი იყოს ხელში შემჩა ზარება წასვლა რა ხალხო კარმა გამოვფეხა რამდენი ხანია კაბანცია ხო და სიმართლე გითხრათ რაღაცნაირად Zanzara
27 მქონდა სადღაც 3 დღე. მე რაღაც გამზომია წუხენი ისე დავლიე პარაცეტამოლი. ისე ცუდად ვიყავი ვიგრძენი რომ აქ სიცხე თქვა. ხო და ისე დავლიე აპტეკი და იმიტომ რომ უფრო ცუდად რო გამხდარიყავი საერთოდ დილით არაფერს თავი არ მექნებოდა. მოჩო. გადაგთხო, გადი. მოჩო. ასე რომ გაუშვი არა მოიღო მე მაგარი ჩაი მიყვარს. გაუშვი არ წაყვებოდა და რომც წაყოლოდა მე ჩემი დედამთილი არ იქნებოდა ქორწილში უნდა წავიდეს თორე ესაა რომ მაწუხებს თორე ისინი დიდები არიან და არაფერში არ მაწუხებენ ესაა სულ წკუდუნებს ტელევიზორში მათ რომ უნდა ის ამას არ უნდა ებაო იტყვის და განამაცლა უნდა და მაგიტო იტყვის არა უბრალოდ ის უნდა რა ქვია იმათმა რო არ უყურო ავი გეგას წინავს ჯერ ესე რომ ეს ორი დალევენ გამზადებ კანაკიან პურს უი პური მაგ ისეთი რო იჭრებოდეს ისენაკის პური მომწონს არა უშავს მაგას აიღე ნახე სული თუ არა გამშრალი კამაზე შემოვდე გუში პატარა თოჯინები გავეცხე თუ დათულიები რა ვიცი რა ეს კოდეშია ესეთები იქცი ის აქ კურდღელი ისცი აქ შემოვდე კამაზე რომ გამშრალიყო ცეკვის მაიკებიც ახლა შემოვიდანე გარედან მეგონა რომ გაშლებოდა მაგრამ არა ავწლებდი მაგრამ არ მინდა და ესე რომ ძალით დავჭდე და თავლიო ეგეთი რამე არ მინდა ჩაი მინდა რამეც ხარე კერძი მინდა მეგონი ღომი მინდა მოხა მოვალო მითხრა იმიტომ რომ როგორ ხართო და ხო ხედავდა ვერ დავრჩებიო მოვალო მიეხმარება იგივედია დღეს მორჩებიან და მერე გამოვა აქეთ ხაფა მინდა რომ გავაკეთ ამით გავაკეთ ზემა სამსად მექნება ეს მაქვს სამისგან რაც გამოვა იმას გავაკეთ არაფრით არ დამაწინა ადამ გათენდა ადექი ნუ გძინავს ღმერთო დიდებულო ხო შეაწუხა გული ამდივი წაუძინებ მეთქი მაგრამ არა ღმერთო მეგონა რომ ჩავრთე
მოკლედ ახლა ხალის ქონდა საუბარი ახლა ხანს მქონდა საუბარი ერთ ადამიანთან რა და ამას ეხა იმიტომ მოვყვები რომ გაკვეთილი იყოს სხვებისთვის ნებისმიერისთვის ვინც მამიდები და დეიდები ვართ გინდ ბიცოლა არა აქვს მნიშვნელობა აი ყველასთვის მოვყვები ეხა ამას გოდეხმას ჩაუწიე მოკლედ ეხა იხსენებ და ის ქალი რომ როგორი დღეები მაქვს გამოვლინიო რომ ჩემთან იხსენებ და მიუხედავად იმისა რომ მეც ვიცოდი კი ჩემზე სადღაც 15 წლით უფროსია მე მგონი 13-იან 15-ით იქნება ზუსტად არ მახსოვს ეხლა მაგ ადამიანის ასაკი მაგრამ ძალიან ახლო ურთიერთობა გქონდა ხო და ეს ქალი იხსენებდა ეხლა ჩემთან რა დღეები გვაქვს გამოვლილი მიუხედავად იმისა რომ მეც ხო ვიცოდი მაგრამ თლად ესე ბევრი რამე არ ვიცოდი მე კიდე ახლო მომავალში განვითარებული ანუ კი რამოდენიმე წლის უკანდელი ამბავია მაგრამ მაინც დედა არ ყავდათ რა ამ ბავშვებს დედაც რომ ყავდათ მაშინაც ეს მამიდები როგორ არის იცით ხალხო მე კი მიყვარს სისუფთავე ხო მაგალითად სხვასაც უყვარს ყველას უყვარს მაგრამ ზოგი ჩქარი არ არის და ისე ვერ აკეთებს როგორც მე მინდა ან შენ გინდა ისე მე არ ვაკეთებ ხო ამის გამო ბავშვებთან ჭუბი არ არის სწორი არც ცემა რაიმე ჩემი დაიტყოდაო რომ მამი და ჩემის ნატყამიო აი სუნტკივაო თავი მაგის გამო რამოდენიმე წლის წინ მომხდარ ამბავზე გეუბნებით ხალხ ეხლა უკვე მე მგონი ერთი მოკვდა ის ქალი ერთი უნდა იყოს ცოცხალი მაგრამ ძალიან ასაკშია რა ხო და ამას იმიტომ ამბობ რომ ჩვენ ყველას ჩვენი ოჯახი რო გვაქვს ჩემი ძმის ოჯახში რა ხდება ან ჩემი დის ოჯახში რა ხდება ხო ან ისი არ არის როგორც მე რომ მიყვარს ყველა ერთადერთად ვერ გააკეთებს და არ არის სწორი რომ ამის გამო ვიჩხუბოთ აი ეს ასე გააკეთე რო ვერ გააკეთებს ლეწოთ და ასე შემდეგ აი ისეთი რაღაცები მომიყვა გული მომიკვდა მეც ვიცი რა ისინი რომ ჩამოდიოდნენ იქ მისვლა არ გვინდოდა არავის იმიტომ იმათი სიმკაცრე ვიცოდით ისედაც მაგრამ რო გვიწევდა ხოლმე 1000-ში ერთხელ მისვლა ხა სხვა ადამიანებთან ისე არ იქცეოდა მაგრამ ზოგჯერ კი სხვასთანაც მკაცრად იმიტომ რომ აი ამათ ეხა არს ცალიათ და ასე და ის მამი და ჩემთან რომ მივიდოდი და ანუ რო ვნახავდიო რა რამოდენიმე ხნის მერე საკოცნელად რომ მივიდოდი ესე მიაბრუნებდაო ლოხს ხმეთო არ მესმის ეგეთი ადამიანების და არ ვიცი ასეთი რაღაც არ უნდა თქვან ძმისშვილებმა დისშვილებმა მულის მაზლის არა აღნიშნულება არავინ ბავშვმა ესეთი რაღაცა ცუდი მოგონება არ უნდა დარჩეს და მერე არ უნდა ილაპარაკოს მსგავ ანუ მე არ ვამბობ რომ არ გაამხილოს არ უნდა გქონდეს ისეთი მოგონება ჩვენგან ნებისმიერისგან არა აღნიშნულება კი ვითომ ამას ზოგი იმიტომ აკეთებს რომ ვითომ უკეთესები დადგნენ მაგრამ
რჩება ცუდ მოგონებად, ასე რომ ჯობია რომ თავში ვიკავოთ ყველაფრისგან. ამას მივხვდი მეც. რა თქმა უნდა მე არ მიჩხუბია რამე მსგავსის გამო ბავშვებზე არასოდეს არც იქეთ არც დიშვილებთან არავისთან გამორიცხულია არც გავაკეთებ მხოლოდ მახსოვს ანა მარიას გაუბრაზდი რამოდენიმეჯერ აი გზის პირზე რომ ირბოდნენ თან მანქანები დადიან და პატარებიც რომ მიყვებოდნენ მაგას მაგრამ ესე ძოდნავი ტონის აწევა იყო თორე სხვა არაფერი არ ყოფილა ჩემი მხრიდან. ეხლა მაგასაც მივატოვებ მეთქი და მაგალითად ის გაბრაზება ცოტაოდენიც რო არ იყოს, შენ შულს შენ მიხედავ და ეგ არის. ასე რომ მოკლედ იმას ვეცდები რომ ჩემგან არავის არ ქონდეს ცუდი მოგონება. ჩემს მიმართ არავის არ ქონდეს ცუდი მოგონება. რო ეს ასეთი იყო. ამას ახლა კიდე რაზე მოვედი. ვერ ნახე ის გოგო 2 დღეა იმავშვები რა წინ და უკან მიხედები რომ შემხედროდა და ჩემი მოგვარეა და მიტყდება სიმართლე რო გითხრათ. იკა ხო იცით ჩემი მეგობარი გოგო გოდეს კლასელის დედა. დაუჭერია გუშინ წინ და ეუბნება თურმე ის შენი ამხანაგიო ტრუსიკებს რო აჩვენებსო ჯერ ეგ სულ ერთსა და იმავეს საუბრობს და მივხვდი უკვე რაც არის რაც სჭირს მოკლედ იმას ვინც ესე საუბრობს ჯერ ერთი ტრუსიკებს რაც შეეხება არასოდეს არ მიჩვენებია მაგრამ რომც აჩვენებენ ადამიანები რა ჩემზე ნაკლები რითარია. მერე მეორე, საცურაო კოსტუმი ვიყიდე მეთქი, გახსოვთ, ტემთან გამოვიწერე მეთქი ზაფხულში და ისიც არ მიჩვენებია. იმიტომ რომ მომერიდა. მერე მესამე, თურმე ვიპარები სხვის ბინებში და სხვის ბინებში ვიღებ ვიდეოებს, სად დევს მსგავსი ვიდეო, ჯერ გარეთ ვერ გავსულა. თუ გავდივარ ჩემ შვილთან ერთად მაღაზიაში მივდივარ და მოვდივარ და სახლში ვსივარ მთელი დღე. ან ცეკვაზე ვარ ბავშვებთან ერთად და ვინც დადიან ცეკვაზე ყველა მხედავს იქრო. ვიცი რა საქმეა ეს ჩემი ცხოვრება, როდესაც თავიანთი არა აქვს დალაგებული და მეუარესები მესმის მაგალითად ადამიანებისგან იმათზე ვინც ესე საუბრობს მაგალითად ჩემზე რო ტრუსიკებს ვაჩვენებ თურმე მე და სხვების ბინებში ვიპარებ. როდის საერთოდ არ მახსოვს, ჯერ თავთასთან როდის ვიყავი და აი რო ვლაპარაკობთ ხოლმე ვეუბნები მოვალ გინახული ვერ მივდივარ. ხან ჩემ ბავშვები გრიპიანები, ხან მე გრიპიანი, ხან რაღაც საქმეები, ხან ისე, ხან ასე და ვერ მომიხერხები. აი რამდენი თვეა რომ არ გავსულო. როდის ვთქვი საერთოდ თავთასთან ვიყავი, მეთქი აღარც მახსოვს და ლიკას დეიდა მე ხვეწება. მართლა ბავშვებს გეფიცებით, ის ქალი მე ხვეწება, რომ აი სულ ტელეფონიდან რომ ვსაუბრობთ, მე და ლიკა ხო გვისმენს იქედან იქ ცხოვრობს ისიც და ახლოდან მინდაო გაგიცნო და მოდიო ერთი დღეო გამოდიო. რამდენჯერ ვთქვია, რამდენი ტელეფონში გვისაუბრია ლიკას და მე სულ შევხსენებია, რომ ერთი როდის მოხვალ და ასე შემდეგ და იქ ვერ გავსულარ ადამიანი. სად ხედავენ ამ ჩემ ნაბიჯებს ვერ ხვდები. ველანდები სულ ჩემზე ფიქრობენ, ჩემზე აზრები კლავთ და ფიქრები თუ რა არის ვერ ხვდები ამ ადამიანებს რა სჭირთ. საქმე გამოელიათ კი, ყოველ წამ დაუწუნს ქუჩაში არიან და საქმე გამოელიათ. ღმერთო დიდებულო. ვერ ნახე, ერთი რომ ნახავ, უნდა ვუთხრა თქო, გავცე საკადრისი პასუხი. იმიტომ რომ თვად გავიდა თავში, ერთხელ ვუთხარი. მე მეორედ კარს არ გაგიღებ ჩემს ოჯახში, თუ შენ ვინმეზე იჭრა. შეიძლება ეს ეწყინა თუ არ მაინტერესებს, მე არ მინდა ჩემს სახლში ჭორიკნები, სულ სხვაზე მოსაუბრეები, არ მინდა, არ გავუღემასეთებს ჩემი ოჯახის კარს, არ შემოუშვებ. მე ვარ ასეთი, არ ჭირდება. იმიტომ რომ სხვაზე რო საუბრობს ის, რა თქმა უნდა შენზეც ისაუბრებს.
მე არის დაბრალება რომ მე კი არა აი ვიღაცა მეზობლებმა კი არა ის იგონებს ყველაფერს და რამდენმა მითხრა ეს კიდე ერთმა გოგო სუსტად ესე რომ უთქვია იმასეც ტრუსიკებს იღებსო და ბინებში იპარება ღმერთო დიდებულო მე ვიპარები ბინებში აქ ხო თავისუფალია ბინები და შევიპარო იმ ბინებში რომ ვიდეოები გადავიღო ერთი რომ ნახავ უნდა ველაპარაკო ეხა იცოდა იმან ლიკა ამბავს ეთქოსო მე ნაქვამი მქონდა ლიკაზე და არც ანუ სულ არ ვფიქრობ რომ აი მეგობრები რო ვართ და მეგობარმა რაღაცა რომ მითხრას ეს ენის მოტანა რო იყოს ეს საჭიროა უნდა ეთქვა ამიტომ ჩემ ქვათანაც მითხრა მაგი იმან შარშანწი დამინახა გარეთ და ой შენზეო ესეო ტრუსიკებს აჩვენებსო ერთი ვერ უყურებენ ჩემ ვიდეოებს ღმერთო დიდებულო ამ ხალხის ცოდვით მე მოვკვდები იმიტომ რომ ძალიან მეცოდებიან უკვე აი ძალიან ცოდვები არიან აბა რა არის ვიდეოზე ვერ უყურებია წესიერად მაშინ სულ ხეწებიან აგერ ქვემოთ ზოგჯერ გარეთ რო არიან რომ აი ჩამოდი და დარჩი ცოტა ხანი მაგრამ ეს ბავშვები რო ჩავიყვანო მე იმ ადამიანებთან არც დამსვამენ და ამიტომ ვერც ჩავდივარ ესე მასეთებისგან არაფერი არ უნდა გეწყნოს არ მეწყინა უბრალოდ პასუხი უნდა გავცი პასუხი რომ ნახავ ნენა აქ დასაჭრელი ადამიანებს ძირში ეს რა არის იცით უნდა შემოვიდეს მართლა ის კანონი იმიტომ რომ იმ დონემდე მივიდნენ ადამიანები რაც ენაზე მოადგებათ ყველაფერი უნდა ილაპარაკონ და გონიათ რომ მე ამის გამო არის სჯებია მაგიტომ კადრულობენ ყველაფერს გავუვიდათ ხალხს თავს ცუდია ძალიან ცუდია რა ვიცი ხო მე ისამართლოდ რამდენი რამ მაკადრეს და რაც ვიცოდი ისიც ჩემს ცავს ვერ ვაკადრე რომ ამ მომეღო პირიდან და მიმეხალებინა პირში იმ ადამიანზე აი ვერ ვაკადრე ჩემს თავს რა ჩემი საქმეა იმ ადამიანის ცხოვრება რაც უნდა ის უკნია თავის თავს რაც უნდა ის გაუკეთოს და როგორც უნდა ისე იცხოვროს სულელიაო ალბათ ჩემზე ფიქრობს ეხა და ვითომ რომ თათიასგან მე ვერ მიიღებს პასუხს კიდევ გაიშორს არ არის რა ახალგაზრდა გოგო სულ როგორ უნდა იჭორაო სხვაზე რა არის კამერა დაიწიე ზემოთ გასწორე გოგო გასწორე გოგო მოდი და გიკიჭო მოდი ოხ თათია გოდე მოდი და ეს რვიანს რო გავს ესეთი პური არაფერი არ გამოვიდა. იმიტომ შიგნით გამომწვარი არ იყო, როგორც საჭიროა ის. გოდე, მოდი კარაქის წაგისმე.
სელანგის მოყოლაში და მოვიწყდა ეს იქით. მოდი დედიკო უცებ. უცებ რო გამომაგმაცილდა უცებ არ ხვდება რომ ესე კარგად წავუსვა მე წვალო წასმას ჰადედი მზადა მოდი თამთასთან და იქ გოგოებთან მოვყევი გუშინ. ერთი ვერ სად ვერ წავაწყდი მეთქი რომ უნდა ვესაუბრო მაგ გოგოს თქო და თამთაც იცნობს რა. მეც დაველაპარაკები თათია მოვიცნობ რას და თუ შემხვდავა. ერთმანეთს აგერ ორის ნახევარზეა დღეს ცეკვა. გეგას ძინავს ჯერ, მაგრამ გაიხვიწებს მალე აც. მოდი თორე გაცივდა. გოდერძი. იქეთ არა, აქეთ მოდი ეხა დროზე. დავაპაუზე. ეს შეჭამე და მე რამაც წაკის მო ჩაის დავი თორე შია ძალიან ხალ. ადამ გამიკეთა ეს რამე მისვი არ გეკონოთ კევისა კევზე იყო რაღაც დასაწებებელი სტიკერი დედა ადვილად მორჩებოდეთ ამ გრიპს არ მინდა არაფერი გეგას ინგალაცია გაუკეთე წუხი ფანსი არს ვაძლევ, ფანსი არის იაფი. ხო გახსოვთ ადა როგორ ახოლებდა, ვაიმე ხამი ხრჩობოდა და აღებინებდა ხალხო და უცებ გამახსენდა ეს ფანსი არის პულმოკასტი სინგულარი და კიდე მეოთხე არის რაღაც გამავიწყდა სახელი. ერთნაირი ისა აქვთ ამათ ფუნქციები და ფანსი არის ამათგან ყველაზე იაფი. სინგულარი სადღაც 1 ტაბლეტი ღირს 3 ლარი. ან ცოტა მეტი. ეს ეხერდა რომ ყიდულობდით და მაგის მერე არ მიყიდია, იმიტომ რომ სადღაც ერთ ბავშვს 10-15 დღე მაინც უნდა. დედიკო, მოდი. მოდაიწყე. ეს რა? ჩაისა, ეს ნატურალური ჩაი ხო არ არის და გასაფერადებლებიც ხო აქვს და მაგისა ხებავს ჭიქას და რა არის უკვირს ბავშვს. არა დასაყენებელი უნდა ვიყიდო მაშინ და დავაყენებ და ეგ. ხო და ვანსი არის ვაყიდე მაშინ ადასთვის. 5 ტაბლეტი ამიანი რა ქვია 10 მილიგრამიანი შუაზე გაუტეხავ და ცილის წინ იმას როგორც კამფეტი ისე ხეჭავ.
შენს ჭიქასაც აქვს, დიდიკო, უყურე? ჩაი მიცის, დემაგი. აწი არ ვიყიდი იმ ჩაის დასაყენებელს ვიყიდი და იმას გაგიკეთებთ. ჩემსასაც აქვს, აგე. მე თუ კარგად შელეიანი იმით ის თუ უხეში მხარე რო აქ იმით ვერ გარეცხე, ჭიქას არ აგავს. ხოდა ადას მივეცი 6 დღე. მე დამავიწყდა და არ გავუგრძელე, თორე წესით 10-15 დღე მაინც უნდა მისცეო. ყოველჯერ ესე უნიშნავდა, გოდეს სულ პატარა რო იყო 1 კვირიანზე უნიშნავდა, თუ ძალიან ძლიერად ქონდა ხველება და რაღაცა 15 დღით. დინარა ერქვა თუ დონარა, დინარა მე მგონი. ექიმი იკლიაში რო ყავდა ხალხო, დამავიწყდა ადამიანების სახელებიც კი. მაგარი კმაყოფილი ვიყავი მაგ ქალის სულ ცოტა რაღაცა და უცებ ჩაუყვანდი გოდეს. უცებ არ ჩენდა, სადღაც 2 დღის მერე შედეგი გონდა ბავშვს. და გეგა საერთოდ არ გამციებია, სანამ იმ ნესტიან ბინაში არ მოვედით. 9 თვის იყო რომ ჩამოვედით ჩვენ აქ. და უცებვე სიარული დაიწყო გეგამ. და სადღაც წლის და 1 თვის იყო ზუსტად მახსოვს ეს დრო. წლის და 1 თვის იყო რომ გაცივდა პირველად. მოგვიწია საავადმყოფოში. ამიტომ მორჩენილი მქონდა ადასგან 2 ცალი. წუხელ ხანე გეგას ის მივეცი. მოხას უთხარი რახანია ფიხის, იგი ყიდე მეთქი შენ, იმიტომ რომ ადას ძალიან მოუხდა. და იქნება და გეგასაც მოხდეს, ხო ეხა მაქვს ჯერ 3 დღის, 3 ღამის. დღევანდელი და 1 ტაბლეტი მრჩება კიდე, იმასაც შუაზე რო გავუყოფ, ყოფნით რა 2 დღე კიდე. და იმას უყიდი და იმას მივაშველებ ხამე რო არ ახველოს. თუ ესე ძალიან გაურთულდა მერე ჩემსავით ეხა მთლად ესე თუ იქნა, მერე გვანცას მივუყვანა აუცილებლად, ესე ჩემით არ იმას ვიზამ. არც ანტიბიოტიკს უყიდი არც აღარ. იმიტომ რომ უკვე მესამე თუ მე-4-ია, რაც ესე დაგვემართა. არც ერთხელ არ მიმიყვანია ჩემით და ღვთისმსხალობით მოვარჩინე, მაგრამ მაინც შემოწმება მიჩვენი ანალიზებზე მინდოდა გაყვანა და იქაც ვერ გავიყვანე, მოხაშვებულებას აიღებს ეხა 1 კვირიანს და გავიყვანთ მე. მაგრამ ყოველჯერზე ის მაფერხებს, რომ თუ ახველებენ ან რაღაცა არ გინდა არ მოიყვანო მე იმას ქენიო და ესენი შიგა და შიგ სულ ახველებენ და ისე რა მექნება. შენქენი გეგა ადგა? ადგა გეგა? ადგა? ადგა? გეგას ძინაზე გოდი იქნებოდა. გეგა არ ამდგარა. ეხლა გაუგზავდი შენ გოდეს. დაწესია რომ არ ფარეცხე რომ მოფისეო. აი, უწევი გოდეს. უხარი დედიკო. მიდი რა დაუბრაზდი გოდეს. ნახეთ. მიყურეთ. აი, მიყურეთ. ამაზე გეუბნები, ჩაი დაუტოვე ის რა. აი. ეს ჩავას მოვიქეთ. ვიდეო გამიფუჭდა და ისე. მიდი არ გამიფუჭდა და ეს კაფეც არ გავაფუჭო.
დალია. გოლდე, დალიეტედიკო და კიდე გავუკეთებ მე, მიდი. ახლა იმასაც აქვს, რამდენია გზე, უყურე? კაიო. კონდესო. რძის ჩასხმის მერე იცის გადასვლა და ეხა იმას უნდა უყარაულო არ გადამივიდეს წავედი აბა გემშვიდობები მომავალ ვიდეომდე თუ მოვახერხე რამეს გადავიღებ და თუ არა და ყველა არ მინდა პირობა მოგცეთ ფარდა ძალიან მომწონს უბრალოდ ძალიან ბნელა უკვე იმ ოთახში მერე 2 მეტრო ნახევარიც ყოფნი და თურმე მე რომ მინდოდა ისე რომ ყოფილიყო მაგრამ არა უშავს და ზემოთ კიდე გარღვევა მომიწია რაც გადააკერა ანუ სულ სხვაზე შევთანხმდით და სულ სხვა გადააკერა თამთან მითხრა მე მიუბრუნოთ და გააკეთოს ის მაგრამ არა მეთქი ხა მაგის თავი რამდენად ჯერ იმდენ ხანს ველოდებოდი და მე კიდე ლოდინი აღარ მინდოდა და დაანებე თავი არა უშავს გავარღვევთქო გავარღვიე რომ ჯოხი სადმე ხო უნდა გამძვრალიყო უთხარი რომ მე ის არა მაქვს ჯოხი მაქვს მეთქი და ჯოხი რომ შევიდეს ან ისე უბრალოდ მომიტეხე ან და ის რა ქვია მაჩვენა რაღაც ახალი იყო აი ასეთი გამოყოფა ქონდა სადაც ჯოხი შევიდოდა და როგორ გამოდიოდა იცით აი რკინის ზრგოლები რო აქვს ფარდას აი ესე გამოდიოდა ზუსტად რკინის ზრგოლები ხო აქვს ესე ადგილებში აი ესე გამოდიოდა ზუსტად იმას რო დააკერებდა და შევთანხმდით მაგაზე მაგრამ ის არ იყო აი ეს პატარა კაცხვები რო აი ის უნდა გაგიკეთებინა და ის იმას არა აქვს ამიტომ თავი მოვარღვიე მე არც გამიკერია და იმედი არ დაიშლება და არ ჩამომიწვია მაგერა მე მაგ ეგეთი ბედი საერთოდ მიუხედავად იმისა რომ ხელზე ფული ვიხადო მოკლედ ესე არა აი რა ვიცი არც მინდა რამე ცუდი ვთქვა არ მინდა ისიც და მე გამოვიდე ცუდი ეგეც არ მინდა დამოვიდეთ მისიაზე ხო მინდოდა მაგრამ ფული მიმეცი გუშინან 4 ლარი 78 ლარი ეს რა ქვია ფარდა დანარჩენი ალბათ კერვარი იყო ის რაც დააკერა ისიც მოკლედ ეს შემოკარგება არ მითხრათ სულ წუწუნებ და ტყუილა წუწუნებო ტყუილა და არ წუწუნებ თქვენ ადამიანს რო შეუთანხმდებით რომ ეს გააკეთოთ და სხვას წამოიღებთ თქვენც იწუწუნებთ იმიტომ რომ არანაირად ხეა ანუ ხო იცით აი გაჩვენ იმიტომ რომ აი უყურეთ ნახეთ რა არის აი იმაზე და აი ესეთია აი კაცხვები უნდა და კაცხვებიანი მე არ მინდოდა ნათქვამი გქონდა ის მაჩვენა ახალი რაღაცა კაი რაღაცა მოვიტანეო და იმას გაგიკეთებო მეტრა ღირსო 2 ლარი მე ვყიდიო ესე თორე სხვაგან უფრო ძვირიაო და კარგი მაღაზია შევთანხმდით და მე არ მინდოდა ის ჩვეულებრივად მინდოდა გადაკეცავდი ფარდას და მანქანით გადახვიდოდი მეტი არაფერი არ მინდოდა იმიტომ რომ ჯოხი შესული იყო შიგნით ეს არ მინდოდა მაგრამ ეს კაიაო იმაზე აი ესეთი გამოყოფილი ადგილი ქონდა და ჯოხი იქ შედიოდა და ჩვეულებრივად ყენდებოდა მე ასე ლამაზად ეს ფარდა რკინის შუაგულები რომელ ფარდასაც აქვს ეხა მოდაშია ეგ ფარდები მე მგონი რა ვიცი ყველგან ვხედავ მაგ ფარდებს და აი ესეთი სტილზე უნდა დამდგარიყო მე ფარდა იმას რო დააკერებდა
ის მაჩვენა, მაგრამ ის არ ქონდა გაკეთებული. იქ არ დავიხედია მე და თამთას. იმედია კარგად ექნება გაკეთებული, მეთქი თამთას აკეთებას ვეუბნებოდი, იმიტომ რომ არ დამიხედია თქო და გავხედოთ და დავბრუნდეთ თუ გინდაო და უნდა მიბრუნებული ყავით და შემეხედა. იქნება და რა მომქონდა, ყოველჯერზე ესე მჭირს. ატესტატი მომცეს, გაჩხაპნილი ნიშნები გადაკეთებული რაღაცა ბოლოს მე ყველაფერი შემბრალდება. გზის ფულს გადავიხდი. წინასწარ და მეორეჯერ მიწევს გადახდა, იმიტომ რომ ჩხუბი მე არ მიყვარს. იმიტომ რომ არ ახსოვს ხოლმე ადამიანს. მერე კარუსელზე მახსოვს მეორე კლასელი გოგო ვიყავი მაშინ. წინასწარ 2 წლისას გადავიხდი მეთქი და ადამიანს მივეცი, იმიტომ რომ დიდხანს მინდოდა არ გაჩერებულიყო და 2 წლის და 1 წრე რო დაარტყა ამაგდო იმ კაცმა რომ არ გადაგიხდია მეორე, ესეთი რაღაცები მჭირს ხშირად. უსამართლობებია მე თუ მკითხავთ, ძალიან დიდი უსამართლობა. მაგრამ თავარია ყოველთვის ბუმერანგებს ვხედავ. რა თქმა უნდა მიხარია მე. გინდა ბოროტი მეძახონ, არ მაინტერესებს, იმიტომ რომ ადამიანები არ უნდა გაუკეთო ცუდი იმ ადამიანს, ვინც კარგად იქცევა, ან არ იმსახურებს, არანაირად. არ უნდა გაუკეთო ცუდი. რა ძალა გადგიდა, დაეტიო. წავედი თორე. აი, სოქჯერა მომაწება, მე გაჩერება არ ვიცი და სულ ქაქანი. ხო და ეხა ჯობია რომ წავედი. თუ ვედი თან.